ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით დღევანდელ გადაცემაში, სადაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებზე საქართველოში. დღეს გამოკითხვა მქონდა Instagram-ზე, რომ მეთქი ფეხბურთზე ვისაუბროთ თუ პოლიტიკაზე თქო და ის ვერ გავთვალე, რომ თქვენ მაიმუნები ხართ და 50-50-ზე დასვამდით, ასე რომ რავი ორივეზე ვისაუბრო. არ და მე მგონია რომ მეთქი 99% ფეხბურთი იქნებოდა. ასე რომ დავიწყოთ ფეხბურთით და მე დავფიქრდეთ პოლიტიკაზე. ფეხბურთში რა ხდება? წავაგეთ ორი თამაში ZZ, ორივე სამწუხარო საწოდავი ანგარიშით და ხალხის უმრავლესობა აბრალებს ამ ყველაფერს მწვრთნელს. მე ვაპირებ მწვრთნელის არ დადანაშაულებას და მოთამაშეების დადანაშაულებას. და იმ კითხვაზე რომ მიშა შენ უკეთესად იზამ ძმაო თუ მაგარი ხარ შენ გადი მაშინ წინასწარ გეტყვით რომ კი მეგობრებო მე უფრო მაგარი ვარ რაში თქვენი კითხავთ ფეხბურთში არა რა თქმა უნდა ჩემ საქმეში ეხა დაიბენით ეხა არ იცით რა მიპასუხოთ აი უბრალოდ მინდა წარმოიდგინოთ ეხლა ჩემი საქმე რა არის ხო რომ აი 10-15 წუთის მანძილზე რამ ხელა ვიდეოსაც ჩავწერ რომ გაგართოთ რომ დრო გაგაყვანინოთ და მე რომ 10-15 წუთის მანძილზე აი ვერაფერი ვთქვა არაფერზე ვისაუბრო აბსოლუტურად და მე ბოლოს გამოვიდე და კარ თვე ლო აი იგივეა, რასაც ჩვენ ფეხბურთელები აკეთებენ რეალურად. და თქვენ მაინც ვერ ხედავთ ამაში პრობლემას, ანუ ადამიანებს აქვთ ერთადერთი საქმე, რომ ითამაშონ თავის პოზიციაზე, ხო? და აი ვერ ავლებთ პარალელებს. ყველას ის შეკითხვა გაქვთ, რომ ხო ვკითხულობ რა ყოველ დღე და ვინც აკრიტიკებდა ფეხბურთელებს, ყველას უწერდა ხალხი, რომ შენ უკეთესად იცი? კი, მაგ ხალხმა უკეთესად იცის, ოღონდ თავისი საქმე. აი წარმოიდგინეთ რა ვიცი ვულკანიზაციაში მიდიხარ საბურავი გაგისკდა მოკლედ მიხვედი და ეუბნები ადამიანს რომ საბურავი შემიცვალე რა და აი არ ვიცი ბანანს იღებს და ბანანს ესე ურტყამს საბურავზე ესე უბრალოდ შენ ეუბნები რას აკეთებ და ის გეუბნება რომ რა უქნა ძმაო აბა ჩემ საუკეთესოს ვაკეთებ რა. კარ თვე ლო არა ტყვირო შულო შენ შიქ ხომ არა გაქვს უკაცრავად ერთი საქმე გაქვს რომ საბურავი შემიცვალო და ეს თუ არ იცი რას აკეთებ აქ ხო ეტყვით მაგას მაგრამ ფეხბურთელები მწვრთნელის ბრალია ანუ რა არის მეგობრებო 44 დარტყმა რო ქონდათ ესპანელებს და ჩვენ 0 ეგ არის მწვრთნელის ბრალი? ანუ ბურთს რომ მივიღებდით და ეგრევე ცხელი კარტოფილივით რო ვაგდებდით რო ეგრევე აი მართლა ცხელი კარტოფილივით თამაშობდით რო დროზე მეტოქეს გადაუგდოთ მოვიშორე ძმაო ბომბა ეს თამაში არც მახსოვს რა არის მაგრამ რაღაცა ეგეთი თამაში არსებობს ბავშვობაში ბომბა მე მგონი წრეში ბურთია ნუ მოკლედ ჩემზე ცოტა ბებრები დამიწერენ რა თამაშს გულისხმობ იმიტომ რაღაც გონებაში ეხა ამოტივტივდა მაგრამ რეალურად არ მახსოვს და ანუ ამაზე პრეტენზია რომ არ გაქვთ არავის რეალურად მაგაშია პრობლემა არა მწვრთნელში არა რა ვიცი ყაველაშვილის ჯდომაში რომ ნახეთ ყაველაშვილი ვერც ელაპარაკებო რა ყაველაშვილი შვილო აქ 11 კაცი დარბის რომლებიც თავის საქმეს ვერ აკეთებენ და აზზე არ არიან საწყალი მამარდაშვილი დგას რომ მამარდაშვილმა იცის რომ კაროჩე აქ ბურთი არ უნდა შემივარდეს რა всё მაგან იცის დაშე მცველები ნახევარმცველები თავდასხმელები ესე დადია რაღაცა ზოგი ხაჭაპურს აცხობს ზოგი მართლა საბურავებს უცვლის მანქანას რაღაცები და ჩვენ და თამაშის ბოლოს კარ თვე ლო
ბიჭო, ყველა სხვა პროფესიას რომ უტრაკებთ ესე, რატომ ვერ ხვდებით რომ ფეხბურთელობაც პროფესიაა, მეგობრებო? კვარაცხელიას არავინ აღვიძებს, მეგობრებო, ღამის 3 საათზე და არავინ ეკითხება რომ 7-ჯერ 8 რამდენია დროზე მიპასუხე? ეს სინუსი და კოსინუსია ამოხსენი დროზე. მიდი 10 წუთში პიცა გამოაცხე. არავინ არ ეუბნება ამას, მეგობრებო. ერთადერთი საქმე აქვთ, რაშიც იღებენ, რა ვიცი, ასობით და მილიონობით ფულებს. ხო თუ დიახ? დიახ. ხო და მაინც არ გაქვთ მოთხოვნა, მაინც ამართლებთ, მაინც აბრალებთ ვიღაც სხვას. მწვრთნელის ბრალია, კაცო, მწვრთნელი ყავს. ეს მწვრთნელი არ იყო ბიჭო წინა წელს რო ეს გმირობის წოდება გადავეცით და რავი ლამის წმინდა გიორგის ორდენით დავაჯილდოვეთ რომ დიდი მადლობაო რომ ევროპაზე გაგვიყვანეო რომ ამდენი გვათამაშეო და რამეო და ანუ ერთ წელში რა დაემართა დემენცია დაემართა თუ ჰეროინზე შეჯდა ვილისანიული თუ ანუ ერთ წელში აი რა მოუვიდა ისეთი კაცს რომ ეხა დედას ვაგინებთ და ეხა მაგას ვტენით ყველაფერს რეალურად ხდება მეგობრებო ის რომ აღარავინ ამშიერი რა გინდა პირდაპირ გაიგეთ გინდა გადატანითი მნიშვნელობით იმიტომ რომ ადამიანი მაშინ შრომობ და აი პროგრესი არ მიიღწევა კომფორტულ გარემოში რა ანუ არ არსებობს ისეთი ისტორია საერთოდ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე რომ აი ვიღაცა უბრალოდ იჯდა კმაყოფილი იყო ყველაფრით რა ვიცი აი ცოლი მყავს შვილი მყავს კარგი მანქანა კარგი სახლი და ეხლა რაღაცა პროგრესი მივახს არ არსებობს ესეთი რა მეგობრებო ყველა ბიზნესი რაც დაწყებულა ყველა გარაჟით ყველა გაჭიროებით ყველა რა ვიცი მე წნეხით დენით და ყველაფრით და როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავედით, როდესაც ყველამ კარგად ითამაშა, როდესაც ჩამოურიგდათ ეს ფულები, როდესაც რა ვიცი, ყველამ დაითრია თავიანთი მანქანები, ყველამ ცოლები მოიყვანეს, ყველამ ბავშვები გააჩინეს, რაღაც აი კარგი ოჯახი რაღაცა. ანუ დააფიქრდნენ, რომ ფეხბურთის დედაცი კარგად ცხოვრობ. რეალურად ეგაა რა, რომ ანუ ეს მენტალიტეტი არა აქვს, რაც აი მაგალითად კრიშტიანო რონალდუსა აქვს, ხო რომ ტიპი, რა ვიცი მე, მილიარდერია ლამის, მაგრამ აი მაინც რო ყოველდღე თავის თავს ამყოფებს წნეხში, ხო? აი ის ინტერვიუ ხო გაქვთ ნანახი რომ You wanna eat chips? Okay, go eat. Okay, go eat. I like to drink. I like to eat burger. Okay. You're going to pay the bill in the future. ამ ტიპი ჩიპსებსაც არ ჭამს და თქვენ გონიათ ქართველი ფეხბურთელები ჩიპსებს არ ჭამენ? ჩიპსებს თუ არ ჭამენ, ეგ არ ჭამენ ალბათ იმის ევროპის ლიგის ფონდში. ანუ ევროპის კლუბების ლიგების ფონდში. თორე საქართველოს ნაკრებში არიან აი საკაიფოდ კომფორტულად რა. და ნუ ეგ არის რომ კომფორტიდან არ მიიღწევა პროგრესი. და თქვენ კიდე მწვრთნელს აბრალებთ და მსაჯს რომ აქ ფეხი ჩაარტყა, იმან თვითონ თურქმა ჩაარტყა, თვითონ მეორე თურქს და კვარაცხელია დააჯარიმეს. და რა მე. აი მაგითი რა მოხდა მეგობრებო. კაი, გამოვაკლოთ კვარაცხელიას ერთი ჯარიმა. აი, როცა დაასრულებს კარიერას და რო იტყვიან რომ ამდენი გოლი, ამდენი რაღაცა შესრულებული ჯარიმა, ამდენი კუთხური, ამდენი ისა, აი რო იტყვიან რომ რაღაცა 476 ჯარიმა, აი მე გამოვალ და ვიტყვი რომ აი სტოპ, ერთი ჯარიმა გამოვაკლოთ თქო. всё, მაგას მე ვიტყვი აი დედას გეფიცებით. მერე, აი რა იცვლება მაგითი. ყვითელი ბარათი მიიღო, წითელი ბარათი მიიღო? არა. აი რა იცვლება მაგითი. და ვაბრალებთ იმას მსაჯს. ეგი ძმა, ეგი ბიძი ჩაწყობილი იყო. ვერ ნახე, იმან ჩაარტყა იმას და კვარა დააჯარიმეს. მაგენმა. აი, მოდი წეღან რაც ვისაუბრე, რომ კომფორტულად არიან თქო და უკვე ფეხებზე კიდიათ ყველაფერი თქო, მე მინდა ეგ რა ვიცი დაგიმტკიცოთ და გადავხედოთ უბრალოდ ფეხბურთელების, ქართველი ფეხბურთელების ცხოვრებას და ინსტაგრამებს. აგერ მეგობრებო, მოვძებნე ახლა ქართველი ფეხბურთელები და მე მინდა თითოეულის ინსტაგრამს გადავავლოთ თვალი. აი მაგალითად არ ვიცი, ნუ ხვიჩა, მამარდაშვილი, მიქაუტაძე
ნიჩიო. ისე რა, ამათზე დაბალი პრესტიჟის მქონე ფეხბურთელებს გადაუვლოთ თვალი. აი მაგალითად გიორგი გველესიანი. დედას გეფიცებით ეს თუ რამე მომზადებული იყოს. გიორგი გველესიანი, აჰა. პლაჟი, პარიზი, ესა რა ქვია, ველოსიპედი, მანქანა. Ясно, გიო, მიდი ძმა, მიდიტო. იგრიალე, ტელეფონზე საუბარი. რა შუბი ძმა, ხო რავი, ვაგებთ რა ყველაფერს აბსოლუტურად. ბაზარი არა, გიო, იგრიალე. მონტე კარლო, მონაკო. Ясно, გიუშ. ეს ერთი. შემდეგ გადავხედოთ. ზურიკო დავითაშვილი. ოპა, პირველივე ფოტო. Ясно, ზუკა ძმა, ჯინსის მოცმა რამე. 4-1. Ясно, ძმა, აბა რა. თმის შეჭრას მიხედე ზუკა ძმაო, აბა რა. ჩემი. 4-1 ვაგებთ. ეს არის მენტალიტეტი, მეგობრებო, ეს სხვა არაფერი არ არის, რომ ხალხი კომფორტულად ცხოვრობს და უკვე რაღაცა მინიმალურ ფულს რომ მიიღებ, მე ფიქრობ იმაზე, რომ თმები როგორ შევიჭრა და ესე ხო კარგად გამოვიყურები და რამე და ფეხებზე იყიდებ ამ ყველაფერს და თქვენ მაინც ამ ყველაზე მეტად მეწოდებით ის ხალხი, რომლებიც მართლა გულით ზოგი რა ვიცი იქ მიდიხართ, ავსტრიაში, ზოგი გერმანიაში, ზოგი სად მიდიხართ საგულშემატკივროდ. როცა ხალხს ფეხებზე კიდია, ვერ ხვდებით. კარგი. გიორგი ჩაკვეტაძე. ჩაკვეტაძე. ეს ვაფშე მაგარი კაცი ყავს, ვერ შეატყობ ტიპს, რომ ფეხბურთელია. ნახე რა, ბიჭო რა სტოიკა რა, ზმანი რაღაცა ძმა, რა მანქანა, რა მერუმე, კარებს კეტავს მანქანა, აქ მიყუდებული რაღაცა და ხალხი ბიჭო განიცდით ამ ყველაფერზე. საწყალი ბაბუაჩემი კიდე კაი ვერ მოესწრო ამ ყველაფერს, ბაბუაჩემს გული უსკდებოდა ხოლმე, მე რაღაცა ვალერიანკას სვამდა, საქართველოს თამაშებს რო უყურებდა. ბუდუ, ლუკა, მოდი რავი, ჯერ ბუდუ ვნახოთ. მაგრამ ბუდუ წესით ადეკვატურია. ბუდუსაც სირზე არ კიდია თამაში, ძმებო. ესეც რაღაცა მანქანებთან, ესეც მოსეირნო. ფეხბო! ბუდუ, მადლობა ძმაო, ფეხბურთის ის რო. ეს რაღაც ჩემოდნით, ზმანით, რამე, რომე, ოპა, სადღაც ევროპაში, ქალაქში. ოპა. და ხალხი, ბიჭო, ამათზე გული შეგტკივათ და მე ეხა დამიწერთ რომ ძმა შენ უკეთესად გამოგდის, უკეთესად გამომდის ყველაფერი, რადგან ესაა ჩემი საქმე და მე არავინ მეფერება და თავზე ხელს არავინ მისვამს. მე თუ ამ 15 წუთის მანძილზე ვერ გაგართეთ, ჩემთან არავინ მოდის და თავზე ხელს არავინ მისვამს და არ მეუბნება რომ არა უშავს ძმა, დაიკიდე, ყველაფერი გზია და ფეხბურთელებთან მიდის ყველა და მაინც არა უშავს ძმა, არა უშავს, დაიკიდე. ავტოგრაფი შეიძლება. რა ავტოგრაფი, ბიჭო, შენი საქმე გააკეთე, იობანიურო.